მოგესალმებით პირველ რიგში, მივესალმებით თქვენ მაყურებელს. უმაგრესი გარემოა არკადია საქართველოში, ისედაც მოველოდი, პირველად ვარ აქ და მოხარული ვარ და ულამაზესი გარემოა. მანქანები როგორ მოგეწონა? უმაგრესი კოლექცია არის და ძალიან გამიხარდა, რომ ვატარე ერთ-ერთი მათგანი. Lady Trophy-ის ერთ-ერთი მთავარი პრეზიდენტი ძალიან დიდი შრომის შედეგად გავხდი, ძალიან დიდი გზა გამოვიარე იმისთვის, რომ იქ ვიყო ახლა სადაც ვარ. საკმაოდ ძლიერი კონკურენტები მყავს და ძალიან გამოცდილი, 1-15 წლიანი გამოცდილება აქვს და მე რო დავიბადე, მაშინაც უკვე დადიოდა სპორტულ ჩემპიონატებზე გამოდიოდა და მიუხედავად ამისა, ვცდილობ ჩემი მაქსიმუმი გამოვავლინო და რამენაირად დავეწიო ქულებში, რაც გამომდის. ერთ-ერთი მთავარი პრეზიდენტი ვარ Lady Trophy-ის მოსაგებად და ჯერ ყველაფერი წინ არის, იმიტომ რომ 3 ეტაპი დაგვრჩა და ბოლო 2 ეტაპი არის გავარმაგებული ქულები, შესაბამისად ყველაფერი წინ არის, არაფერი ჯერ გადაწყვეტილი არ არის და იმედია, რომ Lady Trophy-ის უმაღლეს საფეხურზე მიხილავთ. პატარა ასაკიდან მოვიხიბლა სხვათა შორის რისკით და ადრენალინით. პირველად ვიყავი 7 წლის კარტინგზე რო დავჯექი და აბსოლუტურად ყველა გაუცდა, იმიტომ რომ დაეჩვენებოდა რომ რაღაც მოცეკვავე და ბალერინა გამოსულიყავი და ამ დროს მე პირიქით საერთოდ სხვა რამე მიზიდავდა რისკი, ადრენალინი, სისწრაფე, რაც დღემდე მომყვება და დღემდე ვცდილობ რა განავითარო ეს ყველაფერი ჩემში და ჩემი აზრით გამომდის კიდეც. ძალიან არ მომეწონა ბალერინობა, ვიყავი შესული, მაგრამ ძალიან სადე? ცადე, თუმცა შენი არის. სულად დამთავრდა, არა, ჩემი საერთოდ არ იყო. პირველად როგორც აღნიშნე, ვიყავი 7 წლის, ვიყავი ჩემი მეგობრის დაბადების დღეზე, სადაც პირველად დავჯექი კარტინგზე და იქიდან მომეწონა ეს ამბავი. მამაჩემს ვთხოვდი კვირაში ერთხელ, მე კვირაში ერთხელ რო წავიყვანე და მე ვუამ კარტინგზე და დავიწყე უსწრაფესი დროების დაფიქსირება. ჯერ კვირის, შემდეგ უსწრაფესი დროები დავფიქსირე თვის და რომ მივხვდი რომ ჩემია ეს სპორტი, დავიწყე შეჯიბრებში გამოსვლა, კარტინგის სკოლაში სიარული და პატარა ასაკიდანვე დავიწყე ჩემი თავის განვითარება. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო რომ ჯერ ჩემ ქვეყანაში მომეპოვა სახელი და შემდეგ წავსულიყავი ქვეყნის სასახელოდ, რაც ზუსტად მოხდა. 65 მამაკაც შორის გავედი პირველ ადგილზე საქართველოს კარტინგის ჩემპიონატში. შემდეგ გადავჯექი BMW-ის მარკის ავტომობილის ჩემპიონატი, რომელიც ჩატარდა წინა წელს რუსთავის ავტოდრომზე. ამდენი წლის მერე პირველად ჩატარდა წლიური რბოლა და ერთადერთი გოგო ვიყავი. ერთადერთი მონაწილეობდი ქალთა წარმომადგენელი და მოახერხე და 26 ადამიანს შორის გავედი მე-9 ადგილზე. ერთ-ერთ ბოლოში და უკვე აქედან მოხდა იმის დაინტერესება, რომ დაინტერესდნენ ჩემით და ასე ვთქვათ, მოვხდი ნასკარზე. ბავშვობაში თოჯინებით ვთამაშობდი და მერჩვენა თოჯინებით თამაში. ჩემი საყვარელი ბრენდი ავტომობილებში არის BMW-ის მარკის ავტომობილი. მეც BMW მყავს, კონკრეტულად M4 ვიყიდე, ეხლა შევიძინე, იმიტომ რომ ყველაფერი არის იმ მანქანაში, რაც მე მიყვარს, სპორტულობა, სისწრაფე, ორნაირი ხიდი, უკანა წამყვანი, წინა წამყვანი და მოკლედ ეს ყველაფერი ერთ მანქანაში გააერთიანეს და მაგიტომაც ჯერჯერობით ჩემთვის ადამიანურ ფასებს შორის BMW-ის მარკის ავტომობილი, თორე რო წავიდეთ, უკვე დიდ ავტომობილებში და ზურადღირებულ ავტომობილებში, უკვე Ferrari, Lamborghini, McLaren და ასე შემდეგ. პირველ რიგში სტარტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე მეტად სტარტის დროს ნერვიულობ, სანამ მწვანე შუქები აინთება. ყველაფერზე ვფიქრობ, რა შეიძლება მოხდეს, რა შეიძლება არ მოხდეს და ამას განვიცდი, რაც დიდად კარგი არ არის, თუმცა სხვანაირად არ შეიძლება. შუქები ჩაქრება თუ არა, უკვე კონცენტრირებული ვარ რბოლაზე და კონცენტრირებული ვარ რბოლის დასრულებაზე. იმიტომ რომ ყველა ქულა მნიშვნელოვანი არის რეალურად ჩემთვის ახლა. ყველაზე რისკიანი სპორტი არის ავტოსპორტი და მეც მომსული ავარია არაერთი, თუმცა გამოვყოფ რამდენიმე თვის წინ მომივიდა საფრანგეთში ნასკარით ავარია და მეჯახა სხვა მრბოლელი. უნდა რომ გამოვედი ქულებიდან, თუმცა მოახერხე ბოლო მოსახვევში მოხდა ეს ყველაფერი, შევედი პიტსტოპზე. შემიცვალეს ბორბალი, იმიტომ რომ გახათქილი იყო და დაზიანებული მანქანით გამოვედი, რომ დამესრულებინა ეს რბოლა და რაღაც ქულები მაინც მომეტანა ჩემი გუნდისთვის, იმიტომ რომ უმაგრესი გუნდი მყავს და ყველა ერთად ძალიან დიდ გზას გავდივართ, რომ საქართველოს ქვეყნის აღროს გარეთ გავიყვანოთ და სახელი მოუხვეჭოთ.
ისეთი განვითარებული გოგოებს შორის არ არის ეს სპორტი, როგორც მამაკაცებს შორის, თუმცა იმ ადამიანებს და იმ გოგოებს, ვისაც აინტერესებს ეს სპორტი, ზუსტად ისე უყვართ, როგორც მამაკაცებს და უბრალოდ უფრო მეტი ხელშეწყობა რა იყოს ჩვენს ქვეყანაში გოგოების მხრივ, ბევრად მეტი გოგო იქნება დაინტერესებული ამ სფეროთი, ვიდრე ახლა არის. ყველაზე დიდი პრობლემა ამ სპორტში არის ფინანსები, იმიტომ რომ ავტოსპორტი არის ყველაზე ძვირადღირებული სპორტი და როგორც გოგოებს, ასევე ბიჭებს სჭირდებათ ფინანსური დახმარება, თუმცა ჯერჯერობით ამის საშუალება საქართველოში არ გვაქვს. Ჩვენ ფედერაცია ყოველთვის აკეთებს, რომ რამენაირად მეტი ახალგაზრდა და მეტი გოგო მოიზიდონ ამ სპორტში, რაც ჩემი აზრით გამოსდით. ეს შეჯიბრი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაბიჯი საქართველოსთვის და განსაკუთრებით ჩემთვის ამ სპორტში, რომ წინ წავეწიოთ და დიდი ნაბიჯი გადავდგოთ წინ. და ჩემი აზრით სწორედ ეს გუნდი და SWAT-Shares პირველი ქართველი დამოუკიდებელი გუნდი ყავს ჩვენ, კოლხიჯიარტი, რომელიც ჩემი აზრით მოახდენს ზუსტად იმას, რომ საქართველო გავიყვანოთ საზღვრებს გარეთ და ყველამ გაიგოს ჩვენ შესახებ. პირველი ქართველი გოგო ვარ, რომელიც მონაწილეობს ესეთ ტიტულოვან შეჯიბრზე, კონკრეტულად NASCAR Euro Series-ში. და პირველ რიგში ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ჩემი მხრიდან და ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ჩემი აზრით ისტორია ზუსტად ახლა იწერება და იმედი მაქვს, რომ მეტი გოგო დაინტერესდება საქართველოში, რომ ამ სპორტს მიენიჭონ რაღაც ყურადღება და იმედია, რომ რაღაც ხელშეწყობაც ექნებათ ამისთვის. ჩემი აზრით ფიზიკური აქტივობისთვის უნდა იყოს მზად, იმიტომ რომ ძალიან დიდ ფიზიკურ ძალას მოიცავს ეს სპორტი. მე როცა გადმოდივარ ჩემი სარბოლოო მანქანიდან, შიგნით არის 75 გრადუსი და ელემენტარულად ნებისმიერ ადამიანს ფიზიკურად არ შეუძლია სიცხეს გაძლება. ამის გარდა გვაცვია შარვალი, ზოგოვანი მაიკა და ზემოდან კომბინეზონი და ვიხუთებით ამ 75 გრადუსში და ფიზიკურად უნდა იყოს გოგო გამძლე ამისთვის. ფიზიკური გამომუშავება შეგვიძლია დარბაზში და ასევე კარგი იქნება თუ საუნაში ცილიან, რომ სიცხეს მიაჩვიონ. კოლხიჯიარტი არის პირველი დამოუკიდებელი ქართული გუნდი. სასწაული გუნდი მყავს, ყველაფერში მეხმარებიან იმისთვის, რომ ცოტა გამიმარტივონ ეს გზა. საოცრად მეგობრული გუნდია, საოცრად მეგობრული გუნდელი მყავს დათა ქაჯაია, რომელიც ყველაფერს მასწავლის და მეხმარება, რომ თითოეულ ბოლოზე დეტალურად მიხსნის ყველაფერს, რაც მიადვილებს რეალურად შეჯიბრის მონაწილეობას და იმ შედეგის დადებას, რაც დავდე აქამდე და რასაც კიდე მომავალში დავდებ. ძალიან მიხარია, რომ ესეთ გუნდში მოვხდი და იმედია, რომ იმედებს არ გავუცრუებ. შემდეგი ეტაპი გაიმართება ჩეხეთში 29 და 30 აგვისტოს. დღეს რამე მივფრინავთ სხვათა შორის და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ქართული გულშემატკივარი გვერდში დაგვიდგება, გვიყურებს და გულშემატკივრებს. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის მათი გვერდში დგომა და გულშემატკივრობა და რო ვიცი, რომ ამდენი ადამიანი მიყურებს, უფრო მიზანმიმართულად დავდივარ და უფრო მიზანმიმართული ვარ ჩემი ბიზნესისკენ. ჩემს ქართული გულშემატკივარი უდიდესი შთაგონებაა და უდიდესი პასუხისმგებლობაა ჩემთვის, რომ იმედები არ გაუცრუო და პირიქით საქართველოს მოვუტანო ბევრი ტიტული და ბევრი თასი. ძალიან ბევრი გულშემატკივარი მყავს, თუმცა ყველაზე მეტად ჩემი და მამაჩემი მიდგანან გვერდში. ძალიან ბევრი ადამიანია მაგათ გარდა, თუმცა ჩემი აზრით ყველაზე მეტად ნერვიულობენ, თუმცა ყველაზე მეტად მიდგანან გვერდში და მეხმარებიან ყველანაირად, რომ მიზნებს მივახციე, რაც დასახული მაქვს. ჩემი ახლობლები და განსაკუთრებით ჩემი მშობლები არ იყვნენ მოხარული ამობით, რომ მე სპორტი ავირჩიე. მიუხედავად ამისა, ყველანაირად გვერდში მიდგანან ფინანსურად, მორალურად, ყოველთვის დადიან ჩემ რბოლაზე, ყოველთვის უყურებენ ჩემ რბოლას, განიცდიან ჩემს ავარიებს და ნერვიულობის გარეშე არც ერთი ეტაპი და არც ერთი შეჯიბრი არ გაუვლიათ და ცოტა მეცოდებიან, ასე ვთქვათ, მაგრამ მიხარია, რომ გვერდში მიდგანან ჩემი გადაწყვეტილების მიუხედავად. მიუხედავად იმისა, რომ 200 ჩავდივარ მოსახლეობაში და არ მეშინია, დანარჩენი აბსოლუტურად ყოველთვის მეშინია მწერების, სიმაღლის, აბსოლუტურად ყოველთვის ქვეწარმავლების განსაკუთრებით. შიშის მიუხედავად ძალიან ამაყობენ ჩემით, რაც ძალიან მიხარია. მინდა რომ ჩემი მშობლები ყოველთვის ამაყობდნენ ჩემით და ჩემი გარშემოყოფები, ჩემი ახლობლები და მიხარია, რომ ამ იმედებს არ ვუცრუებ და პირიქით ძალიან ამაყობენ ჩემით.
საქართველოში სხვათა შორის არ მყავს ასე ვთქვათ ჩემი სამაგალითო მრბოლელი, თუმცა უცხოეთში არის ერთ-ერთი ქალი მიშელ მუტონი, უკვე 65 წლის არის, თუმცა თავის დროზე რალის დადიოდა. აი ჩემი აზრით ყველა კაცს ჯობნიდა და ჩემი სამაგალითო ადამიანი არის ეს. როგორც მარცხს, ისევე გამარჯვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ამ სპორტში, იმიტომ რომ არ იცი, როდის რა მოხდება. ერთნაირად ხვდები, რა თქმა უნდა, ახლა მარცხი არავის არ უყვარს და არ სიამოვნებს, თუმცა გამარჯვების დროს აი ყველა ემოციას ერთდროულად გრძნობს ძალიან მიხარია და აი ხავი ყველაზე მაღალ წერტილზე მგონია, როცა პოდიუმზე ავდივარ. მიუხედავად ჩემი სხვა ფობიებისა, მარცხის არ მეშინია. ამ სპორტში ხშირად მიწევს ხოლმე სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება და ჩემი აზრით მან მნიშვნელოვანია რომ ჩემ თვითონ მარტო დავრჩა და ჩემი აზრით რაც ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება, აი გადაწყვეტილება მივიღო. პირველი წრიული ჩემპიონატი რო დაანონსდა და შემოთავაზა 3 წრიულ ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება, ყველა აბსოლუტურად მეუბნებოდა რომ არ მინდოდა სარისკო იყო და ზუსტად მე ვიყავი ეს ადამიანი, ვინც გადაწყვიტა რომ ეს ნაბიჯი წინ გადამედგა და მონაწილეობა მიმეღო და ეს რისკი ჩემ თავზე ამეღო. ალბათ ყველაზე კარგი გადაწყვეტილება მივიღე ჩემ ცხოვრებაში, იმიტომ რომ სხვანაირად ნასკარზე ვერ მოხვდებოდი და ჩემს ბავშვობის ოცნებას ვერ გარდოქმნიდი რეალურად. ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია ეს სპორტი. ამ სპორტის გარეშე ვფიქრობ, რომ არ ვიქნებოდი ის, ვინც ახლა ვარ. ჩემი თავის ყველაზე კარგი ვერსია გავხდი ამ სპორტში ჩართულობის შემდეგ. დღესდღეობით ჩემი ოცნება არის, რომ პირველ ქართულ დამოუკიდებელ გუნდთან ერთად მივახციო უმაღლეს მწვერვალს და პირველი ადგილი მოვიპოვოთ ნასკარის ჩემპიონატზე. რეალს პირობას ვაძლევ, რომ თასის გარეშე არ ჩამოვალ ამ ეტაპიდან. უამრავი ადამიანია, ვისაც უნდა რომ ამ სპორტში ჩაერთოს, თუმცა რაღაც მაინც აკავებთ და უკან დგამენ ნაბიჯს და ვურჩევდი, რომ პირიქით თუ ეს სპორტი მოწონთ, არაფერს არ შეუშინდნენ, გადადგან ეგ ნაბიჯი წინ და დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი მათგანი არ ინანებს. ჩემი აზრით მიუხედავად წინაღობებისა, ადამიანმა ის უნდა აკეთოს, რაც თვითონ სურს, ერთხელ ცხოვრობს და ის სპორტი თუ ის მიზანი უნდა აიხსნას ადამიანმა, ჩემი აზრით. ძალიან მომეწონა ჯერ ერთ-ერთი გარემო და მეორე ერთი არეალთან თანამშრომლობა და იმედია, რომ მომავალში კიდევ ვითანამშრომლობთ.